მოგესალმებით მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება ახალ ამბებს 12 საათზე ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. ვანო მერაბიშვილის ადვოკატი პატიმრობის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. საჩივრის შეტანას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ზურაბ ჭიაბერაშვილის ინტერესების დამცველის გეგმავს. დაიქნება ადვოკატების მთავარი მოთხოვნა და როდის ელოდებიან მათ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან. მირიან გორგოძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. მირიან გისმენთ. ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატები ქუთაისში სავარაუდოდ უკვე შუა დღისთვის იქნებიან და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22 მაისის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით ზურაბ ჭიაბერაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით მიესაჯა 20,000 შეეფარდა 20,000 ლარიანი გირაოს გადახდა, ხოლო ივანე მერაბიშვილი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. შეგახსენებთ, ბრალდება ყოფილ მაღალჩინოსნებს სამი მუხლის მიხედვით ედავება. ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, სხვისი ქონების მითვისება, გაფლანგვა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. დაცვის მხარე არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას. მათი თქმით, ეს არის არასშესაბამისი სასჯელი და ისინი აუცილებლად აპირებენ, რომ შემდგომ ინსტანციაში საკითხის განხილვა გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში დასაბუთება იმის, რომ პატონ ივანე მერაბიშვილი მიიმალება არ გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოებში და არის თანამშრომლობის გამოძიებასთან, რაც რომ მითითებული არის იმ განჩინებაში, რომელიც გამოიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, იმიტომ მოგეხსენებათ, რომ პატონი მერაბიშვილი იყო 4-ჯერ დაბარებული საგამოძიებო ორგანოებში, 4-ჯერვე გამოცხადდა, მან მიცაჩვენება დაიკითხა ითანამშრომლა გამოძიებასთან მაქსიმალურად. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია ის, რომ მისი დაპატიმრება ამ შემთხვევაში არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. ეს იყო მიზეზი იმის, რომ ვასაჩირებთ. ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეგახსენებთ, გაიმართა 22 მაისს. ივანე მერაბიშვილი ამ დროისთვის იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილს. გირაოს გადახდის შემდეგ ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქუთაისის ნომერ 2 საპყრობილე გუშინ დღის პირველ ნახევარში დატოვა. მადლობა, ეს იყო მირიან გორგოძე ქუთაისიდან. პრემიერ-მინისტრი დიპლომატიურ კორპუსს ხდება. საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა 1 საათის წინ დაიწყო. გვანცა პაპავაძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. გვანცა რა საკითხებზე მსჯელობენ დახურულ კარს მიღმა, ხომ არ გაუკეთებია კომენტარი ბიძინა ივანიშვილს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან მოვლენას შეეხება. ეს იქნება როგორც 17 მაისს განვითარებული მოვლენები, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება. დღევანდელ შეხვედრას თითქმის ყველა ელჩი და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ორივე მხარის ინიციატივა იყო. რესპუბლიკური პარტიის 35 წლის დავი იყო, მე მათ შევხვდი მან და კერძო საუბრებში ორი მხრიდან იყო სურვილი, შეხვედრის სურვილი. დღეს გაიმართება პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. ყველა ელჩი არის მოწვეული და ყველა აქვს შესაძლებლობა რომ მიიღოს ამ შეხვედრაში მონაწილეობა. თავად ელჩების ინიციატივა იყო შეხვედრის გამართვა და სავარაუდოდ კითხვები იქნება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც უკვე აღნიშნეთ, შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს, ის ჟურნალისტებისთვის დახურულია და სავარაუდოდ სულ ცოტა ხანში დასრულდება. პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებთან კომენტარს შეხვედრის შესახებ მისი დასრულების შემდეგ გააკეთებს. პრემიერის და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის დეტალებით გვანცა პაპავაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია დედაენის ძეგლთან არა თეოკრატიას ამ ლოზუნგით აქცია სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები დღეს საღამოს 7 საათზე გამართავენ. 1 საათით ადრე კი მათ გამოსვლას არასამთავრობო ორგანიზაცია ეროვნული ფრონტი გააპროტესტებს. დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით კომენტარი უკვე გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. ჩვენი კორესპონდენტი გენო ოსიყმაშვილი უკვე ესაუბრა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს. გენო, კონკრეტულად რას მოითხოვენ დედაენის ძეგლთან შეკრებილები და რა კეთდება იმისთვის, რომ არ განმეორდეს 17 მაისის მოვლენები? აქტუალური საკითხია ამასთან მე გუშინ მინისტრმა მითხრა, შინაგან საკითხთა მინისტრმა ის აკეთებს ორგანიზებას და მე მგონი რომ ამ შემთხვევაში მშვიდობიანად ჩაივლის ყველაფერი.
ჩვენ შევეცდებით, რომ გენო სიყმაშვილს მოგვიანებით დაუკავშირდეთ, ახლა კი დღის სხვა მოვლენები. სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას მინისტრის მოადგილე შალვა ფიფია დაიკავებს. კანდიდატურა უკვე წარდგენილია საქართველოს პრეზიდენტთან. აღნიშნული პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ დავით კირვალიძემ თანამდებობის დროებით დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ შალვა ფიფია მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. კონსტიტუციის თანახმად მთავრობის წევრის გადადგომის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი მთავრობის ახალ წევრს პრეზიდენტის თანხმობით 2 კვირის ვადაში ნიშნავს. დავით კირვალიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პრემიერ-მინისტრის განკარგულება 10 მაისით თარიღდება. შესაბამისად ბიძინა ივანიშვილს სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი 24 მაისისთვის დანიშნული უნდა ყავდეს. გამომდინარე იქიდან როგორ დასრულდება გამოძიება და რა სიტყვის სასამართლო. გამომდინარე იქიდან იქნება ეს დროებითია თუ მუდმივი. კანონით უნდა დაგვენიშნა, მოვალეობის შემსრულებელი არ შეიძლება ყოფილიყო უფრო ხანგრძლივად, შესაბამისად ჩვენ დავემორჩილეთ კანონს, მაგრამ რბილი გადასვლა გავაკეთეთ. თუ ყველაფერი დასრულდა კირვალიძისთვის სასიკეთოდ, ესე ვთქვათ, ასეთ შემთხვევაში ის დაიბრუნებს თავის პოსტს. ჩვენ კვლავ უბრუნდებით გენო სიყმაშვილს, რომელიც დედაენის ძეგლთან იმყოფება. დედაენის ძეგლთან დღეს 2 ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია უნდა გაიმართოს. გენო პირდაპირ ეთერში ხარ, გისმენთ? როგორც იცით, საგამოძიებო უწყებებს 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული აქვს გამოძიება და ამასთან დაკავშირებით დაკავებულია 4 პირი, 4 აქციის მონაწილე და 2 სასულიერო პირს კი გუშინ წაუყენეს ბრალი. თუმცა ამის მიუხედავად დღევანდელი აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ შესაბამისი უწყებების საჭირო ხარისხით არ აწარმოებენ ამ გამოძიებებს და ის 100-ლარიანი ჯარიმა, რომელიც ამ 4 დაკავებულ პირს დაეკისრა, არ არის საკმარისი. ამასთან რამდენიმე ცოტა ხნის წინ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სანდრო ლომანაშვილმა, რომელმაც ყველა იმ ადამიანს, რომელიც მომხრია არაძალადობის, მოუწოდა, რომ აქციაზე მოვიდეს. 17 მაისის შემდეგ ჩვენ ხედავთ საშინელ მოვლენებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ადამიანებს ცემენ, ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ, ბილბორდებს ქალების გამოსახულებით ხევენ. მე მინდა საქართველოს მოვწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს და მივმართო პირადად მათ. სიბნელის ეს და დაზალადობის ეს ტალღა შეეხება უკლებლივ ყველას, ვინც არ იზიარებს ტაბურეტკიანი მამაოს მორალურ პრინციპებს. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი აქციის მსგავსი აქციები 18 მაისს უკვე გაიმართა თბილისში, როდესაც კანცელარიასთან LGBT პირების მხარდამჭერებმა დაანონსეს აქცია, თუმცა მანამდე იქ ქართულ პატრიოტთა ფრონტის წარმომადგენლები მივიდნენ და 2 პარალელური აქცია მიმდინარეობდა. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოცხალი ჯაჭვით გამიჯნა ეს 2 აქცია ერთმანეთისგან და იმ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. სავარაუდოდ დღესაც ამ გეგმით იმუშავებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა დავალოდოთ მოვლენებს და ვნახოთ რა მოხდება საღამოს 6 საათზე. დღეს დაგეგმილი აქციების შესახებ გენო სიყმაშვილი საუბრობდა. სასჯელ აღსრულების სამინისტრო მსჯავრდებულის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სამინისტრო პატიმრებს შორის მომხდარ ჩხუბზე საუბრობს, რომლის დროსაც ერთ-ერთი მსჯავრდებული გარდაიცვალა. დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ამის შემდეგ კი ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება. შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის დავით ლომიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე სამთავრობო კომისია 2012 წლის 13 დეკემბრიდან მუშაობს. ამ დროისათვის უკვე მომზადებულია კანონპროექტი, რომელსაც მომავალ კვირას მთავრობის ხდომაზე წარადგენენ. კომისია აგრძელებს მუშაობას. ჩვენ უშუალოდ შევთანხმდით, რომ შემდეგ კვირაში აქტიურად უკვე ეკონომიკურ გუნდთან, ფინანსთა სამინისტროსთან გავილით ყველა იმ საკითხებს, რომელიც დგას და რომლის გადაწყვეტაც უმოკლეს ვადებში უნდა განხორციელდეს. კომისიაზე გადაწყდა, რომ ვეტერანებს ექნებათ კარგი სადაზღვევო პაკეტი ჯანმრთელობის დაცვის. სერიოზული პრობლემა არის ვეტერანებში ფსიქონევროლოგიური რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია ვეტერანების. ამაში ჩემი აზრით სახელმწიფომ უნდა გაიღოს სახსრები, იმიტომ რომ ეს პრობლემები ღრმავდება და მე საბოლოოდ სახელმწიფოს უბრუნდება ბუმერანგივით.
მიგრაციის საკითხებზე იმსჯელეს შერატონ მეტეხი პალაში, სადაც დასკვნითი კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით მიგრაციის სფეროში სასწავლო და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება საქართველოსა და მოლდოვაში. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა პროექტის განხორციელებაში ჩართულმა ყველა პარტნიორმა ორგანიზაციამ მიიღო, როგორც საქართველოდან, ასევე მოლდოვიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან. პროექტის მხარდაჭერით მიგრაციის სასწავლო სახელმძღვანელო შეიქმნა, რომელსაც სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა ტრენინგებისთვის გამოიყენებენ. სახელმძღვანელო რეკომენდებულია თბილისისა და მოლდოვის უნივერსიტეტებისთვის. ეს არის გოვაკის პროგრამა, რომლის მიხედვითაც დაიწერა ძალიან საინტერესო და ესე ვიტყოდეთ გამოსადეგი სახელმძღვანელო იმ სახელმწიფო მოხელეებისთვის, რომლებიც მუშაობენ მიგრაციის საკითხებზე. ძალიან დიდი წვლილი ამაში შეიტანა ევროკავშირის დაფინანსებამ. ბათუმში ხელოვნების სკოლის ბაზაზე აჭარის ხალხური ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა. მასში რეგიონებისთვის დამახასიათებელი ტანისამოსი, აღჭურვილობა და ხალხური საკრავებია განთავსებული. სასწავლებლის 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილის დაესწრო. მისი განცხადებით, მუზეუმის და სასწავლებლის რეაბილიტაციისთვის სპეციალური პროექტია შემუშავებული, რისთვისაც 9 მილიონამდე ლარი გამოიყო. აღსანიშნავია ისიც, რომ უახლოეს მომავალში ტრადიციული ექსპოზიციებით მუზეუმი ღია ცის ქვეშ გადაინაცვლებს. ეს არის, რა თქმა უნდა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ თანხებით ჩაგვისვათ. გარდა ამისა, მოსწავლეებში, პედაგოგებში ჩვენ თვითონ შევუმატებთ, სოფლებიდან შემოვიტანეთ ძველ ქართული რაც იყო და ჯერჯერობით საწყისი ეს. სამომავლოდ ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ ეზოში ღია ცის ქვეშ კულტურის და განსაკუთრებით ხელოვნების სამსახველი მუზეუმი. თქვენ დაათვალიერებთ, ნახავთ, რომ ალბათ სასურველი რო უკეთესი ინტერიერი იყოს და გარემო და ამისათვის არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს რეაბილიტაციას, დაახლოებით თანხა სწორი ბრძანდებით არის 9 მილიონამდე. შეხედოთ, მე ვფიქრობ, რომ ამასთან ერთად გვექნება სამუშაო საკითხებზე, რომელიც ეხება სწავლების ფორმას, ასევე გადავხედოთ მიმართულებს. ანუ არის ძალიან ბევრი სამუშაო. ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვინდა, რომ აჭარაში, ბათუმში, ლამაზი კარგი სკოლა იყოს წარმოდგენილი. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. პირდაპირ ეთერში პირველ საათზე დაუბრუნდების დროებით.